ბათუმ შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს. გოთუას პირველი ჩიხის მოსახლეობა მთავრობისგან ბუნებრივი აირის გაყვანის მოთხოვნით სოკარ ჯორჯია გაზთან შუამდგომლობას ითხოვდა. მათი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მილი ახლოსაა, 40 ოჯახი გაზის გარეშე რჩება. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. ორი თვის წინ ვიყავით სოკარში, უარი არ გვითხრეს პრინციპში მოვიდენ შემოწმენ პროექტში ჩასმული ვართ. სოკარში თავრობა ჩაგთოს, მოგწეს დააქთოს ნება რომ ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ სამუშაოს. იმიტომ რომ სამოსახლეში უკვე გასულია ეს ხაზი. შემოსულია სოფელში 3 ოჯახს აქვს და ცოტა მანძილია ძალიან ბევრი მოსახლეობა იქინე. ხო და გაჩერდა, არ ვიცი რა. გაფრთხილდნენ იქნებაო და ველოდებით და არა.